ბოლო 4 თვეში ჟურნალისტებზე თავდასხმის, მუქარისა და საქმიანობაში ხელშეშლის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებში შედის როგორც მუქარა და ფიზიკური თავდასხმა, ისე პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა. სხვადასხვა ინციდენტებს შორისაა ჟურნალისტებისთვის მუქარის გაგზავნა, გადაღებული მასალის წაშლა, ადგილზე მუშაობის ხელშეშლა და გადაადგილების შეზღუდვა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია. TI-ის კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ ხშირად იყენებდნენ სამართლებრივ ბერკეტებს, მათ აჯარიმებდნენ გზის გადაკეტვის მიზნით, უყადაღებდნენ ანგარიშებს. როგორც კვლევაში წერია, სასამართლო სამართალდამცავი სისტემისა და კომუნიკაციების კომისია გამოიყენებოდა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მონაცემებით პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135 ადგილზე დაქვეითდა. ჯავახეთში 55 საუკუნის წინანდელი ნასახლარები აღმოჩნდა, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აქ ადამიანები. გვეუბნება არქეოლოგი თორნიკე ჩილინგარაშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, რომლებმაც 2023-2024 წლებში ჯავახეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას 168-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს. Cambridge University Press-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ჯავახეთში აღმოაჩინეს ბრინჯაოს მზის დისკი, თიხის კონსტრუქციები და დეკორატიული ფირფიტები, გეომეტრიული ორნამენტებითა და ფერადი პიგმენტებით, ციკლოპური ნაგებობები. გამოქვეყნებული მასალის თანახმად 2023-2024 წლებში ახალქალაქის სოფელ ბარალეთის ნაცარ გორაზე დაწყებულმა გათხრებმა გამოავლინა მრავალწლიანი დასახლება. აღმოჩნდა მასიური თავდაცვითი კედლები, საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები და ხანძრის არაერთი კვალი. როგორც არქეოლოგი გვეუბნება, კვლევა 2017 წლიდან მიმდინარეობს და სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზონას მოიცავს. ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე tokTV.g. მანამდე კი მოусმინოთ არქეოლოგს. ახალქალაქის რაიონში ჰქონდა გათხრები, ერთი ბარალეთში, ნაცალგორა ქვია იმ ადგილს და მეორე სოფელი ხტილას ეკუთვნის ადმინისტრაციულად, მაგრამ ცოტა უფრო ზემოთ არის მეღრეკს უწოდებენ ამ ადგილს. და მეღრეკი ამ ადგილას ბევრი სხვადასხვა ორ გორაზე ნასახლარია და კიდევ 350 მეტრში შუა საუკუნეების და 11-13 საუკუნეების ეკლესია დგას და გარშემო ეს გალავანი აქვს შემორტყმული. და კიდევ იქ არის რაღაც ქვაყრილები, რომელზეც არის ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება სამარხი იყოს. მოკლედ ეს მეღრეკი ერთ პატარა ადგილას ძალიან ბევრი სხვადასხვა პერიოდის ეს ძეგლია თავმოყრილი. და თვითონ გორა რაც აღმოჩნდა, აი დეკორატიული ორნამენტი რაც აღმოჩნდა, იქაც იმ ერთ გორაზეც არის შუა საუკუნეების ციხე, გვიანბრინჯაოს ხანის ნასახლარი და ყველაზე ქვემოთ კიდე ადარბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს დაახლოებით დღევანდელიდან რომ გადავთვალოთ 45-55 საუკუნის წინანდელი არის ეს კულტურა და ეს პერიოდი ადარბრინჯაოს ხანა და ამ პერიოდის ნამოსახლის ნაშთებიც აღმოჩნდა. და მოკლედ როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ ხალხი და ეს მეღრეკის ტერიტორია ძალიან დატვირთულია ამ არქეოლოგიურ ძეგლებით. დღეიდან ღვედის გამოუყენებლობის გამო 40 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდებით, ხოლო მართვისას ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში 30 ლარის ნაცვლად 50 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დღეიდან ამოქმედდება შსს-ს ახალი წესები, რომლებიც გზებზე უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ცვლილებებით იზრდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები. კერძოდ, მანევრის წესების დარღვევა ჯარიმა 100 ლარამდე და -20 ქულა. სიჩქარის გადაჭარბება 15-დან 40 კმ/სთ-მდე 100 ლარამდე.
ღვედის გამოუყენებლობა 50 ლარი მინუს 10 ქულა, მობილურის გამოყენება მართვისას 50 ლარი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ახალციხე იმ ქალაქების ჩამონათვალში მოხდა, სადაც დგომა გაჩერების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარია. აღნიშნული ცვლილება ეხება ქუთაის, ბათუმს, რუსთავს, გორს, ზუგდიდს და სხვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დიდ ქალაქებში ტროტუარზე ან ქვეით და გადასასვლელზე გაჩერების გამო 100 ლარით დაჯარიმდებით. ტროტუარზე მოძრაობის შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდებით და მინუს 100 ქულა მოგაკლდებათ, ხოლო სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერების გამო ჯარიმა 200 ლარია. სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რეგიონებში ზღვარ საშიშროება. ამავე წყაროს ცნობით მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვებსა და მთიან ზონებში მეწყერულ ზღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.